How Iberia 1999 ეს ლევადია how lost 1-0 is here we go ტრანსფერზეა ეს ყველაფერი ხო გაიგე რა მოხდა სახელი ისეთი აქვს ამ გუნდს წესით ქვაქვაზე არ უნდა დატოვოს იბერია 1999 გასვლაზე 1-0 აგებს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპი წარუმატებლად იწყება. 3 თამაში ევროტურნირზე და 3-ვე მარცხი. წელს თბილისურმა კლუბმა ევროტურნირზე მოგების გემო ვერ გაიგო. პრინციპში ვერცფრის. ყველაფრის მიუხედავად მე მაინც გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ რომ საშინაო შეხვედრას იბერია აუცილებლად მოიგებს და მესამე ეტაპზე გავა. კი ბატონო, ამაზე უკვე მოწერილი მაქვს ხელი ოფიციალურად. მოდი ახლა მივყვეთ თამაშის პერიპეტიებს. თავდამსხმელი რომ ხარ შენ. რა გევალება, ხო? მინიმუმ გოლის გატანა. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ შენ 1-2-ზე გაიჭრები მეტოქესთან გვერდზეც უნდა გაიხედო ხოლმე, იქნებ და ვინ დგას შენს გვერდზე და ვინ ასრულებს შეტევას. პასი უნდა გავაკეთოთ, ჯიგრებო, ასე არ გამოვა თამაში გენაცვალე. შენ რომ წინა თამაშის შემდეგ ძირითად შემადგენლობაში დაგაყენეს, ცოტა მეტი პასუხისგებლობა უნდა გამოიჩინო. რაოდენ საწყენიც არ უნდა იყოს, მიმიხვდებით ახლა ვიზეც არის საუბარი. მოდი თავი დავანებოთ თავის მართლებას და ვთქვათ, რომ ახლა ძალიან სიცხე იყო და ამიტომ ვერ თამაშობს ისეთი დონის ფეხბურთს, როგორცაც თამაშობდა მთელი სეზონი. მოდი სამართლიანები ვიყოთ და ვთქვათ, რომ ეს იყო ძალიან დაბალი დონის ფეხბურთი ორივე გუნდის შესრულებით. ის ხო საერთოდ ჩვენზე მკვდარი. ესტონეთის ჩემპიონი ლევადია, არ ვიცი, ესტონეთში რა ჩემპიონატი მიმდინარეობს ასეთი. აღნიშნული გუნდი, რომელთანაც ჩვენ გუშინ დავმარცხდით, ეს გუნდი შიდა ჩემპიონატში პირველ ადგილზეა. განმეორებითი კადრები რო მიმდინარეობს ხოლმე, აი ესეთი თამაში იყო ზუსტად გუშინ. წუხელ უხდება ამას. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი, აი აზრზე არა ვარ, ვინ შემიძლია გამოვარჩიო ამ შეხვედრიდან. ის ჩვენი გუნდის კართან რომ იყო ჩასაფრებული მაშხალები, ეგ რა მაფია იყო, ვერ დავამუღამე. ჩვენ რითი შეგვიძლია ახლა ჩაუსაფრდეთ განმეორებით შეხვედრაში. მეტოქე გუნდის მეკარეს მაგალითად. სხვარი რო ჩამოვკიდოთ და გოლი რო გავა ჩამოვატყავოთ და შემოვიტანოთ გვერდიდან 20-იანი, თამადა შემოვიყვანოთ და წავიდა кайფი. არა, პროფესორო, ხანდახან მართლა რაღაცა ისეთი იდეები მომდის. მე მგონი საკაიფო იქნება, ხო? ხო, სუფრა გავშალოთ საერთოდ. კარის უკან, თელ ტრიბუნაზე, ჩავყაროთ კარვები და წავიდა. იქ აპარატურა, მომღერალი, სიძე პატარძალი და რა ვიცი, სოფელიც აშენდება. სროლით აი არ ვიცი რა შეიძლება ვისროლოთ. რო დავთრებით, ჭიქები დავუშვათ. პროფესორ, ეს არის ჩემი YouTube არხი და უკვე მე ასეთ გეუბნები რომ უნდა შემოხვიდე და გამოიწერო. ვიცი რომ გეზარება, იმიტომ რომ ჩვენი ტვინები ადვილად არის მოწყობილი, უყვართ მარტივი რაღაცეები. ასე რომ მოდი რთულ მისიებს შევეჭიდო.